ანდრომედიანელების გზავნილი 5 სექტემბერი 2015 წელი. მოგესალმებით ჩვენო ძვირფას დედამიწელებო. ჩვენ ისე მოვედით თქვენთან ერთად გაგიზიაროთ ჩვენი აზრი იმაზე თუ როგორ შეიძლება თქვენი დახმარება თქვენთვის ამ რთულ პერიოდში, როდესაც ინგრევა ჩვეული სამყარო და წინ შეუცნობელია. დედამიწაზე ძალიან ბევრი ადამიანი არ ფლობს ამ ცოდნას, თუმცა მაინც გრძნობს მომხდარ ცვლილებებს, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. ეს ხდება იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი შედგება გარკვეული ენერგიების კრებულისგან, რომელიც რეაგირებს იმ ახალ ენერგიებზე, რომელიც ახლა მოდის დედამიწაზე. თუ მათში არსებული დადებითი ენერგიები, ემოციები ჰარმონიულად შედიან რეზონანსში ნეგატიურები, იწყებენ დაპირისპირებას და ეს იწვევს ძლიერ ემოციურ გამოფრქვევას, რომელიც ხშირად ამოხსნელია. სწორედ ამიტომაც დედამიწაზე ახლა ბევრი ადამიანი იმყოფება დათრგუნულ და დეპრესიულ მდგომარეობაში, თუმცა ერთი შეხედვით არ არის ამისათვის მიზეზი. სამწუხაროდ თქვენმა მეცნიერებამ ძალიან შორს წაგიყვანათ ჭეშმარიტებიდან, ის დაემყარა მხოლოდ მატერიალურ ფაქტორებს და არ შეუძლია ახსნას ადამიანის აგებულება ენერგეტიკული კუთხით. თუმცა სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი. ყველაფერი დაანჩენი მხოლოდ თანმხლები ელემენტებია. ფიზიკური სხეული არის იმის სარკისებული ანასახი, რაც ხდება მის ნატიფ სხეულებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მისი აზრების, ემოციებისა და სურვილების საბოლოო პროდუქტი. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ შეუძლებელია ფიზიკური სხეულის განკურნება თუ არ მოაშორებთ ემოციურ, ფსიქიკურ მიზეზს. ბევრმა თქვენგანმა დაიწყო უკვე ამის გააზრება, თუმცა მისი გააზრება ბოლომდე მაინც გიჭირთ. ჩვენ საზოგადოებაში ავადმყოფობები საერთოდ არ არსებობს. ეს აიხსნება იმით, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია რაც მოვიცილეთ ნეგატიური ემოციები, რომელიც არის ყველა დაავადების მიზეზი ფიზიკურ დონეზე. თქვენ ალბათ შეგეკითხებით, თუ როგორ გამოგვივიდა ამის გაკეთება. სწორედ ამის შესახებ გსურდა დღეს თქვენთვის მოგვეყოლა. ჩვენ ძალიან გსურს გაგიზიაროთ ეს გამოცდილება და რომ შეძლოთ ბედნიერად ცხოვრება, ფიზიკური და სულიერი ტანჯვის გარეშე. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ჩვენმა შემოქმედმა გადაწყვიტა დიდებული ექსპერიმენტი ჩაეტარებინა ჩვენ ცივილიზაციაზე. მან შემოგთავაზა გზა, რომელიც მოისაზრება სრულყოფილი საზოგადოების შექმნას, რომელშიც არ იქნებოდა დაყოფა მდიდრებად და ღარიბებად, ჯანმრთელებად და ავადმყოფებად, კეთილებად და ბოროტებად. მარტივად თუ ვიტყვით, საზოგადოება, სადაც სრული თანასწორობა და ძმობა არის. თავდაპირველად ჩვენ ეს მოგვეჩვენა უტოპიად, რადგან ჩვენ ცხოვრობთ ასევე დუალურ სამყაროში, როგორც თქვენია. თუმცა იმისათვის, რომ გავგვეგო მისი აშენების მეთოდები, შემოქმედმა გამოგვიგზავნა ამაღლებული ოსტატები, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა თავიანთ პლანეტებზე და რომელსაც ჰქონდათ მდიდარი გამოცდილება საზოგადოების აშენებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად ჩვენი პლანეტის მხოლოდ მცირე ჯგუფმა მიიღო მათი სწავლება და დაიწყო ახალი წესებით და კანონებით ცხოვრება. თანათანობით ცხოვრებაც დაიწყეს მათი მაგალითის გაყოლა, რადგანაც დაინახეს თუ როგორ ბედნიერად და ჰარმონიულად მოდიოდა მათი ცხოვრება. ეს საზოგადოება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, სანამ მთელი ჩვენი პლანეტა არ გადაეწყო და არ ასწია ვიბრაციები იმ დონეებზე, რომლიდანაც დუალობა უკვე სამუდამოდ იყო განდევნილი. ჩვენ გამოგვივიდა ამ გზის გავლა ძლიერი შენჭროების გარეშე, იმიტომ რომ ახალი წესრიგი ჩვენ ძალით არ მოგვახვიეს თავს, არამედ სუბუქად ჩანერგეს ჩვენ ცხოვრებაში. სამყაროს კანონების მიხედვით მოხდა ერული სივრცეს ძლევამოსილი სიყვარული ღვთაებრივი ენერგიებით ახსება. სწორედ ის ახდენს ამ სასწაულს, ათვობს ადამიანთა სულებს და გულებს, ანეიტრალებს ყველაფერ ნეგატიურს, არაღვთაებრივს. ახლა სწორედ მისგან არის შექმნილი ანდრომედეს თანავარსკვლავის სივრცე, რომელიც ცხოვრობს უამრავი სული, რომელსაც აქვს უნიკალური უნარები, შექმნან თავიანთი ცხოვრება თავიანთი სურვილის მიხედვით, ხოლო თავიანთი აზრისა და განზრახვის ძალით. ის თუ რაც ხდება ახლა დედამიწაზე, გვაგონებს ჩვენი ისტორიას და ჩვენ ძალიან გსურს გახდეთ თქვენთვის ის ამაღლებული ოსტატები, რომლებიც თან გაიყოლებენ ახალ მშვენიერ ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან გსურს გაგიზიაროთ ახალი საზოგადოების აშენების ყველა ნიუანსი, რომელიც დაფუძნებული იქნება ახლობლებისა და ყველა არსების მიმართ სიყვარულზე. ჩვენ გსურს გაგიზიაროთ საკუთარი ბედნიერება. ამგვარად მიიღეთ ჩვენი დახმარება ძვირფას დედამიწელებო. ნუ შეგეშინდებათ ჩვენ. გვერწმუნეთ, ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები და არამტრები. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია თავს მოგახვიოთ ჩვენი დახმარება ძალით. თქვენ უნდა გთხოვოთ ამის შესახებ, როგორც თქვენთან ამბობენ დაუპატიჟებელი სტუმარი ბარბაროსზე უარესი. თუმცა ჩვენ თრად კარგად ვერ ვიაზრებთ ამ გამონათქვას, რადგან ჩვენ არ გვაქვს დაყოფა ერებს შორის და ჩვენ თან ყველა თანასწორია. დღეს ჩვენ ამით ვამთავრებთ და გიგზავნით მთელს ჩვენ სიყვარულს. ანდრომედეს თანავარსკვლავის უხუცესთა საბჭო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის
დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.